ხარიას პარტიასაც მინდა შევეხო თუ არის დრო მაგისა. ამით შეგვიძლია დავასრულოთ 2 წუთი. ბერდია სიჭინავა. მე არც ვიცოდი ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი, უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი. ამან კიდე გიაგო ხვიჩია ვიცით მაინც ვინ არის და ეს სიჭინავა არც ვიცოდი და ყოფილა ერთ-ერთი ლიდერი როგორც მოვიკითხე და ესიც ამბობს რომ ჩვენ ვიბრძვით პატიმრების განსათავისუფლებად და მიხეილ სააკაშვილის ლანძღავდა ძალიან. მიხეილ სააკაშვილის პარტია დღეს არის პარტია ნაციონალური მოძრაობა და მათ უფლება აქვს დაიჭირონ თავიანთი ლიდერის სურათი, იმიტომ რომ ისინი მათი ლიდერი არის ციხეში. მე არ მიჭირავს სააკაშვილის სურათი და სიჭინავას არ კითხავს, ვინ ის სურათს დაიჭერს და სიჭინავას და გახარიას არ აქვს უფლება ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილზე. თააშავა თუ არ დააშავა მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე არა ვარ დღეს ის ჩემი შვილი მადარდებს მე. მიხეილ სააკაშვილი თუ არ არის პოლიტპატიმარი, მაშინ თორნიკე გოშაძე არ არის პოლიტპატიმარი, ხო? თორნიკე პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა და რატო გამოდის ამ სიტყვით და ხლიჩავს ერს და ლაპარაკობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის სახელით. ამას როგორ საიდან აშკნის ეს?